მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. თუ თქვენ მოხვდით ჩვენს არხზე, ესე იგი გაინტერესებთ ყველაზე არაორდინალური და უნიკალური ფაქტები თუ მოვლენები. დღევანდელი ჩვენი ვიდეოს თემა ომი იქნება, ოღონდ რა თქმა უნდა ჩვენს ჟანრში და დღეს გიამბობთ ყველაზე უნიკალურ დაპირისპირებაზე, რომელიც კი ისტორიაში მომხდარა. და მაინც თქვენი აზრით, რომელი იქნება ეს დაპირისპირება? მაკგრეგორი მაიუეზერის წინააღმდეგ? არა. ბარსელონა რეალის წინააღმდეგ? არა. საბჭოთა კავშირი გერმანიის წინააღმდეგ? არა. სწორი პასუხია თხები კუნძულის წინააღმდეგ. დიახ, ალბათ საკმაოდ კომიკურია. რა ზიანი შეიძლება მოუტანოს უბრალოდ ხამ კუნძულს ან რა შუაშია ომი, მაგრამ გეტყვით რომ ამ მოვლენამ არათუ კუნძულს მოუტანა ზიანი, არამედ მთელ ეკოსისტემასაც და რამოდენიმე სახეობის ცხოველი გადაშენების პირამდე მიიყვანა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ეს არის ყველაზე უნიკალური მოვლენების არხი და ეხლა გიამბობთ ყველაზე უნიკალურ ომზე, რაც კი სამყაროში მომხდარა. ყველაფერი კი წყნარი ოკეანის ერთ პატარა კუნძულზე დაიწყო, რომელიც ეკვატორის ტერიტორიად ითვლება და გამომდინარე იქიდან, რომ კუნძულზე ადამიანები იშვიათად ჩამოდიან და მტაცებელი ცხოველებიც არ არის, მისი ბუნება გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე ულამაზესი. კუნძულზე შეხვდებოდით ათასობით იშვიათობით ჯიშის ხეებსა და ბუჩქოვან მცენარეებს. ასევე მდიდარი იყო მისი ცხოველთა სამყაროც და თავს იყრიდნენ ბევრი ისეთი ცხოველები, რომლებიც წითელ წიგნში არიან შეტანილი და მხოლოდ ამ კუნძულზე და რამოდენიმე ზოოპარკში გვხვდებიან. მაგრამ მთელი კუნძულის ფლორასა და ფაუნას რამოდენიმე ჩვეულებრივმა თხამ შეუქმნა იმხელა პრობლემა, რომ სახელმწიფოს ჩარევა გახდა საჭირო. ალბათ დაგაინტერესებთ, საიდან მოვიდნენ კუნძულზე თხები, ან რა პრობლემა შეიძლება შეუქმნას თხამ ეკოსისტემას. საქმე ისაა, რომ კუნძული უხბალახიანი იყო და ადგილობრივ ფერმერებს ხშირად ჩამოყავდათ გემებით თხები საბალახოდ. შემდეგ კი უკან მიყავდათ და ესე გრძელდებოდა წლების მანძილზე. მაგრამ ერთხელაც ესპანელმა მეზღვაურებმა გადაწყვიტეს დაეტოვებინათ რამოდენიმე თხა, რომ შემდეგ მოსვლაზე ცოტა ენადირად და გასართობი ჰქონებოდათ. მათ სულ 3 თხა დატოვეს, 2 დედალი და 1 მამალი, მაგრამ გართობის გეგმა კინაღამ ბიოლოგიური კატასტროფის მიზეზი გახდა. საქმე ისაა, რომ თავიდან სერიოზულად არავინ მოეკიდა ამ საქმეს. თხები კი ელვის სწრაფით მრავლდებოდნენ და 14 წლის შემდეგ მათი რაოდენობა 30,000 შეადგენდა. ხოლო 30 წლის შემდეგ კი 250,000. ეს კი უკვე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. თხები ჭამდნენ ყველაფერს, რასაც კი გზად შეხვდებოდნენ. ჭამდნენ ისეთი სისწრაფით, რომ სხვა ცხოველები ვერ ასწრებდნენ გამოკვებას და შემშილით იხოცებოდნენ. ასევე გადაშენების პირას მივიდნენ თავად მცენარეებიც. საქმეში ბიოლოგთა გუნდი ჩაერთო, რომ როგორმე კუნძული და მასში არსებული ფლორა და ფაუნა გადაერჩინათ, მაგრამ ამისათვის საჭირო იყო სულ რაღაც 250,000 თხა გამქრალიყო კუნძულიდან. ეს კი ადვილი საქმე ნამდვილად არ გახლდათ. განიხილებოდა ბევრი თეორია. ერთ-ერთი იყო კუნძულზე ლომების შეშვება თხების ამოსახოცად, მაგრამ ბოლო წუთს გადაიფიქრეს, რადგან კუნძულზე ფერმერები და მოვაჭრეები ჩამოდიოდნენ დასასვენებლად. ლომების არსებობა კი ადამიანის სიცოცხლესაც შეუქმნიდა საფრთხეს. ბოლოს კი კვიპროსის მთავრობამ გადაწყვიტა შეიარაღებული ომი გამოეცხადებინა და თხების ამოსახოცად კუნძულზე ბატალიონი გაუშვა. მთელი კვიპროსის თავდაცვის ძალები, რომლებსაც წესით ქვეყნის უსაფრთხოებაზე უნდა ეზრუნათ და ტერორისტული თავდასხმების პრევენცია მოეხდინათ, მხოლოდ თხებთან სავარაუდო ომის გაჩაღებაზე იყვნენ ორიენტირებული. ცოტაც რომ გართულებული იყო საქმე კუნძულზე, ალბათ ტერმინატორებსაც გამოგზავნიდნენ. თითქოს ცოტა პარადოქსული იყო და კვიპროსის მთავრობას ბევრი ოპონენტი გამოუჩნდა ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო და ჯარისკაცებმა ცეცხლი გახსნეს. ისინი ყოველდღე ათასობით თხას კლავდნენ და კუნძული დახოცილი თხების გვამებით გაივსო, მაგრამ თხებმა ადაპტაცია გაიარეს და თვითმფრინავებისა და ჯარისკაცების ხმის გაგონებაზე დამალვა დაიწყეს და რაც უფრო შეცოტავდნენ, მით უფრო ძნელი გახდა მათი პოვნა. სულ ცოტა ხანში მათი რიცხვი შემცირდა და თხების 90% განადგურებული იქნა. თითქოს დამაიმედებელი სტატისტიკაა, მაგრამ არ უნდა დაგვაუწყდეს ის ფაქტიც, რომ 250,000 თხა მხოლოდ 3 თხისგან გამრავლდა, ასე რომ მთავრობას მოდუნების უფლება არ ჰქონდა და რადგან ამოხოცვის გეგმამ სრულიად არ გაამართლა, მათ ტაქტიკა შეცვალეს. შეიმუშავეს სპეცოპერაცია, რომელიც იზაბელას სახელითაა ცნობილი. ისინი უსაფრთხებოდნენ თხას, დაიჭერდნენ და GPS ყელსაბამს უმაგრებდნენ, რადგან მას ჯარისკაცები სხვა თხებთან მიიყვანა. მათ დაახლოებით 900 თხას მოაბეს GPS-ი და 2 წლის მანძილზე დაყვებოდნენ მათ ფარიდან ფარაში. და ბოლოს, როგორც იქნა შეძლეს კუნძულის გადარჩენა. ალახმა ზრდა დაიწყო. გადარჩნენ გადაშენების პირას მყოფი ცხოველები და რეპტილიებიც. პროექტი იზაბელა წარმატებული აღმოჩნდა. ეხლა კი სანამ დაგემშვიდობებოდეთ, ერთი პატარა რჩევა ავტორისაგან.
სადაც არ უნდა მიდიოდეთ და რადომეზეც არ უნდა გეჩქარებოდეთ, გაზი და თხარსად არ დაგჭეთ. ამან შეიძლება დიდი უბედურება გამოიწვიოს. ეხლა კი დაგემშვიდობებით, გამოიწერეთ არხი და აქტიურეთ ზარისხი ლაკი და ეზოში გაიხედეთ, თხარ იყოს შემოპარული. ხოლო ვინც კორპუსში ცხოვრობთ, თან საკუთარი ეზო არ გაქვთ, შეგიძლიათ მხოლოდ გამოიწეროთ და ზარისხი ლაკი გააქტიუროთ. მე კი ძალიან მალე დაგიბრუნდებით ძალიან საინტერესო ვიდეოებით.